ჯარისკაცებს შენს უსაყვარლეს სამხედროებს მინდა მივმართო, რიგითებსაც, სერჟანტებსაც, კაპრალებსაც, ოფიცრებსაც, ყველას. იცით სინამდვილეში საით მივდივართ? ეხლა რაღაცას ვიტყვი და შეიძლება თქვენ სიგიჟედ მოგეჩვენოთ. მაგრამ სინამდვილეში ეს თელი დავით დარაბა რატო დაატრიალა რუსეთმა ბიძინა ივანიშვილის ხელით, იცით? ივანიშვილს უსაფრთხოება უნდა და ფეხებზე კიდია ჯარისკაციც, პოლიციელიც, სუსელიც და ყველა მისთვის მომსახურე პერსონალია. იცით რატომ ხდება? აბა ერთი კარგად შევხედოთ და სწორად შევხედოთ და გლობალურად და მასშტაბურად რუსეთი გაიჭედა უკრაინაში. დღეში 20-30,000 კაცი ეხოცება. ერთი სოფლის აღებას აწყვიტავენ 200-300,000 კაცს. ცოცხალი ძალა აღარ ყავთ. ფიზიკურად სოფელ დაძდევენ კაცებს რო წაასხან ჯარში. და ცოცხალი ძალა ჭირდებათ. ეხა იფიქრებთ რომ სიგიჟეს ვამბობ, მაგრამ ეს არის სინამდვილეში. ვაკვირდები, ვსწავლობ, ყველაფერს ვკითხულობ. ქართული პოლიცია უნდა რომ წაასხას უკრაინაში უკრაინელების საომრად და ქართული ჯარი უნდა ბიძინა ივანიშვილმა და რუსებმა წაასხან რომ იქ დავიხოცოთ. აბა ეხა თუ სიგიჟია ერთ რამეს გეტყვით, აფხაზებს რუსებმა მისცეს პასპორტის უფლება. მისცეს პასპორტი, რომელთაც ისინი ვერსად ვერ დადიოდნენ, ერთ-ერთი ფსოუზე და უბრკოლებლად გადადიოდნენ. ამიტომ ბევრმა ამაყი ხალხია ეს აფხაზები, რაც მართალია, არ აიღო რუსული პასპორტი და გადადიოდნენ, გადმოდიოდნენ აქეთ-იქით. რამდენიმე თვეა აეკრძალათ აფხაზებს აფხაზური პასპორტის გამოყენება. და აიძულებენ რომ აიღონ რუსული პასპორტი, რატო? ვინც კი გადავიდა იქით, წაავლეს ქეჩოში ხელი და ძალით წაიყვანეს უკრაინაში. არაერთი მათგანი ტყვედ ჩავარდა, გაცილებით მეტი დაიხოცა. სინამდვილეში თქვენ ბიძინა ივანიშვილი და რუსები, ჩემო ძმებო სამხედროებო, ჩემო, რა ვქნა თქვენ ჩვენები ხართ, კაცო. საზიზღარი საქმით კი ხართ დაკავებული იმის მაგივრად ქვეყნის წრებს დაძდევდეთ, აგერ ჩვენ გვებრძვით, სუსელებო. მაგრამ ვიცი რომ თქვენშიც ანთია ეს ნაპერწკალი ქართველობის. და თქვენ პოლიციელებო, აი ამისთვის ჭირდებით სინამდვილეში, იფიქრეთ თქვენ ამაზე. აბა შეხედეთ როგორ გვაგუებენ და როგორ წვეთ მივყავართ რა პაპუაშვილმა არიცო და რა რუკა ქონდა უკან? საქართველოს რუკის კონტური არის ის როგორია? ამოგლეჯილი რო იყო იქ სამაჩაბლო და ამოგლეჯილი აფხაზეთ რა შეც გაეპარათ ეს შეცდომა? ეს ხო წვეთი, აბა პოლიციელებს მინდა გითხრათ, გედედეს ბიჭებს, განსაკუთრებულ დავალებათ დეპარტამენტის, რა ფორმები გაცვიათ? რუსული ომონის გადაამოწმეთ ნებისმიერმა, რუსული ფორმა აწვიათ, ნაცგვარდია ქვია ეხა იმ ომონს. ნაცგვარდია, ესე გაგუებენ ძმებო წვეთობით. ვის მოუხადა ბოდიში? ვის მოუხადა? რას აკეთებენ რომ ჩვენთვის რა ძვირფასია იმას ამტვრევენ? და თქვენ გაიძულებენ რომ ეს დაგენტვრათ, ეს ქართველობა დაგენტვრათ. ანწუხელიძის წამებლებს. ქართველი ხალხის გამომყრელებს და დამწიოკებლებს. ჩვენი სოფლები შედით Google-ის რუკაზე და ნახეთ. ჩვენი დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, ფრონეს ხეობის სოფლები არათუ დაცალეს ქართველებისგან, არათუ დახოცეს იქ ხალხი, არათუ გამოყარეს ჩვენი მაგარი ხალხი იქიდან, გადახნეს მიწასთან ბულდოზერებით გაასწორეს. და აი ამ ხალხს გამოვიდა და ბოდიში მოუხადა გორში, დაბომბილ, ოკუპირებულ გორში. ლომები რო გაზარდა, ძმები რომელაშვილები ალბათ გაგიგიათ, ხო? ტანკისტები ერთმა ოჯახმა, ერთ დღეში ორი ტანკისტი ქართველი მაგარი ბიჭი დაკარგა. გორში გაზრდილები, გორის სატანკოს მეომრები, ცხინვალელი ბიჭები. და იქ რომელაშვილების ოჯახის არ მოერიდა იდგა და ბოდიშს იხდიდა. ოკუპანტების წინააღმდეგ რატო ძმებო პოლიციელებო, სუსელებო, სამხედროებო თქვენში და ჩვენში ამტრევს ის რაც ჩვენთვის ღირებულია და რაც ყველაზე მთავარი აი ამას აკეთებს რომ ესე დოზირებულად მიგვაჩვიოს რომ ჩვენ რუსეთში უნდა შეგვათრიონ და რატო? რა ჩვენი გამდიდრება უნდათ რუსებს? ჩვენ შვილებზე დარდობენ? არა, საზარბაზნე ხორცი უნდა რომ წაასხას და დახოცოს, იმიტომ რომ ვეღარ გამოდის იმ უკრაინიდან, ვერ იგებს, ვერა. აი ამაზე იფიქრეთ ძმებო, სახში რომ მიხვალ და შვილებს რომ მოეფერებით. მარტოდ რო დარჩებით თქვენ ფიქრთან, ფორმას რო ჩამოიხსნით, ჯერ კიდე საქართველოს დროშა როა იქ და არა ორთავიანი რა ძალიან მალე იქნება ამათი წყალობით. აი მაგაზე იფიქრეთ. მარტო ბალისზე თავს რო დადებთ და შიში რო აღარ გაქვთ რომ მარტო თქვენ და თქვენი ფიქრი იქნებით ერთმანეთის პირისპირ და არა იქ სამსახურში ჩურჩურით რო ლაპარაკობთ. ვიცი, ბევრი მაგრამ ხარს გვიჭერს და თანაგვიგზნობს, მაგრამ ვერ ბედავს. აი მარტო რო დარჩებით მაგაზე იფიქრეთ. რომ საჭირო დროს, საჭირო მომენტში ხალხის და საქართველოს ხარეს დადგეთ. არავინ არ ითხოვს ანწუხელიძეობას, ხო, აბა წარმოიდგინეთ რას გაუძლო იმ ბიჭმა. იცოდა რომ კლავდნენ, თან როგორ კლავდნენ, ტყვიით კი არა, ცემით კლავდნენ და რას გაუძლო, ვერ გატეხეს და რას გაუძლო. სიკვდილს ესე თვალებში უყურა,
არავინ ამას არ ითხოვს ჩვენგან. ერთი ჩვენ ვითხოვთ რომ ერთად ისი არ იქნება რომ ლიდერები ადრე რომ გამოაცხადებდნენ ხოლმე მე ღალს გალახავდნენ და ისინი უკან გარბოდნენ რა სამი გალსტუკით ეგრე არ იქნება ვიქნებით ჩვენ თითოეული ჩვენ ხვალ ორზე იქნება წინ ვიდგებით ჩვენ სადმე დავიდარაბა იქნება წინ ვიქნებით ჩვენ თავს არ დავზოგავთ მაგრამ არ დავზოგოთ თავი იმიტომ რომ პირნათელები უნდა ვიყოთ გიორგი ანწუხელიძესთან წმებრომელაშვილებთან ალეკონიანთან ხელყუმბა რა რო გახსნა და თავი აიფეთქა თავის ნათლთვალთან რომ ტყვედ არ ჩავარდნილიყო და თავი არ შეერწყინა ქართველ მეომარს აი ამაზე იფიქრეთ პოლიციელებო თქვენ გულებს ვენაცვალე ვიცი რომ გულის სიღრმეში აეგრე გიფეთქავ ჯიგარი ვიცი რომ კრედიტები გახჩობთ ვიცი რომ არ ახარ დაზღვეულები მე რა იქნება მაგრამ გეუბნებით ყველამ უნდა გავიკრათ ჯიბეზე ხელი თუ ვინმეს დაჩაგრავენ იმიტომ რომ ჩვენ მხარეც უნდა დადგეთ საჭირო მომენტში იმიტომ რომ ჩვენ მხარეც არის სიმართლე და ჩვენ მხარეც არის საქართველო